გამარჯობა, ეს არის ახალი ამბები 4-ზე მე სოელისაშვილი ვარ თქვენთვის მუშაობას პოსტების საინფორმაციო სამსახური აგრძელებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა მოადგილეებთან გიორგი ბახუაშვილთან და ალექსანდრე დარახოლიძესთან ერთად აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. სულხან თამაზაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და ზაფხულის სეზონზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტურისტული სეზონის პერიოდში საპოლიციო დანაყოფები გაძლიერებული რესურსით სრულ მზადყოფნაში არიან. შინაგან საქმეთა მინისტრი აჭარის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, თანამშრომლებს გაესაუბრა და სამუშაო სივრცეები, ასევე აღჭურვილობა დაათვალიერა. სულხან თამაზაშვილი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც იმყოფებოდა, სადაც უწყების იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც სახელმწიფო საზღვარზე უსაფრთხოებასა და მართლ წესრიგს უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა მინისტრი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ესტუმრა. სულხან თამაზაშვილმა სასაზღვრო პოლიციის უფროსთან და დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად თანამშრომლების სამუშაო სივრცეები, სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები და ფოთის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღებას 22 ივნისიდან იწყებს. ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი. 31 დეკემბრის ჩათვლით მზად დოკუმენტი განცხადების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა. 22 ივნისიდან იწყება სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების ატესტატების მისაღებად განაცხადების მიღება. განაცხადის წარდგენა შეუძლია მე-12 კლასის კურსდამთავრებულ პირს, რომელიც ფლობს პირადობის მოწყობას, მის კანონიერ წარმომადგენელს ან მშობელს. მატერიალურად დოკუმენტის მიღების შემდეგ ელექტრონული ვერსიის ჩამოტვირთვა ასევე შესაძლებელია პორტალიდან my.gov.g. აღსანიშნავი არის, რომ 31 დეკემბრის ჩათვლით მე-10 სამუშაო დღეს ატესტატი სრულიად უფასოდ გაიცემა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობა. 27-ვე ფილიალი და 20-ვე მობილური იუსტიციის სახლი სრულ მზადყოფნაშია. თითოეულ ადამიანს, რომელსაც ჭირდება აღნიშნული დოკუმენტის აღება, მოემსახუროს. ასევე ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რასაც ხაზი მინდა გაუსვა, არის ის, რომ 31 დეკემბრის ჩათვლით აღნიშნული დოკუმენტის მიღება სრულიად უფასოდ შეიძლება იუსტიციის სახლებში. ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს იუნესკოს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით ორგანიზაციის პატრონაჟი მიენიჭა. აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს აფრიკისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში გენერალური დირექტორის თანაშემწის წერილი და შესაბამისი ინსტრუქცია გადასცა, რომელიც ფესტივალის ფარგლებში ორგანიზაციის სახელისა და ლოგოს იუნესკოს პატრონაჟით გამოყენების წესებს განსაზღვრავს. იუნესკოს პატრონაჟი ორგანიზაციის უმაღლესი დონის აღიარებას წარმოადგენს, რომელიც განსაკუთრებული კულტურული და სახელოვნებო მნიშვნელობის საერთაშორისო პროექტებს ენიჭება. კიევში LGBTQ+ თემის აღლუმის საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. ადგილზე პოლიცია ამობილიზებული. ადგილობრივი მედია საშუალებების ცნობით, უკრაინის დედაქალაქში შეკრებილი აღლუმის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების ლეგალიზაცია. ადგილზე მყოფი ჟურნალისტების ცნობით, მსვლელობაში 5000 ადამიანი მონაწილეობს. პარალელურად კი ტრადიციული ქორწინებისა და ოჯახის დასაცავად მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომელთა განცხადებითაც LGBTQ+ აღლუმი ტრადიციული ღირებულებების შეურაცხყოფაა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით სამოქალაქო პარტნიორობის რეგისტრაციას, რასაც უკრაინის პრაიდის ორგანიზატორები ითხოვენ. მე არ ვუჭერ მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და მინდა რომ უკრაინა თეთრკანიან ქრისტიანულ ქვეყნად დარჩეს. მოლდოვაში ფესტივალი მოლდოვა პრაიდი იმართება, რომლის ორგანიზატორიც LGBTQ თემია. კვირეული დღეს კიშინიოვში LGBT მარშით იხურება, ღონისძიება 16 ივნისს დროშის აღმართვის ცერემონიითა და საერთაშორისო პარტნიორების მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. ასევე შედგა ექსპერტების, აქტივისტებისა და ორგანიზაციების შეხვედრა რეგიონში LGBTQ+ უფლებების განსახილველად. ორგანიზატორები ოჯახების სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნის კიდევ ერთხელ დაფიქსირებასაც განიხილავენ. გარდა ამისა,
ვრცელდება კადრები, სადაც მოლდოვის პრაიდის ღონისძიებების ფარგლებში კიშინევის ცენტრში სიმბოლური ერთნაირ სქესიანთა ქორწილი გაიმართა. ირანთან მოლაპარაკებებში შტატების მთავარი პრიორიტეტები მოლაპარაკებების სტრუქტურის შექმნა, ბირთვულ საკითხებში პროგრესის მიღწევა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაა. ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა ჯეი დი ვენსმა აღნიშნულზე ჟურნალისტებთან შვეიცარიაში გამგზავრებამდე ისაუბრა. ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანის დელეგაცია ციურიხში ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების გასამართად უკვე ჩაფრინდა. ჩვენ მოლაპარაკებებზე გვეყოლება უმაღლესი დონის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ხოლო შემდეგ ცხადია ტექნიკური გუნდი ადგილზე დარჩება აქ. ეს არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებზეც ვიქნებით ფოკუსირებულები. დარწმუნებული ვარ, ირანელებსაც ექნებათ საკითხები, რომელთა განხილვაც სურთ. იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპის კრიტიკას პასუხობს. ტრამპმა მელონი მეგობრობის გამოყენებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამ გზით იტალიის პრემიერი საკუთარი რეიტინგების გაზრდას ცდილობს. მელონიმ კი ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და თქვა, რომ მისი პოპულარობა არა უცხოელ ლიდერებთან ურთიერთობაზე, არამედ იტალიის ეროვნული ინტერესების დაცვაზეა დამოკიდებული. იტალიის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ მისი ქვეყანა სუვერენულია და მის პოლიტიკას სხვები ვერ განსაზღვრავენ. იტალიის პრემიერი ასევე გამოეხმაურა ტრამპის ბრალდებას, რომ იტალიამ ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ ოპერაციების დროს იტალიური სამხედრო ობიექტების გამოყენების აკრძალვით სერიოზული ლოგისტიკური პრობლემები შეუქმნა. როგორც მელონიმ განაცხადა, იტალიის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების გამოყენება საერთაშორისო შეთანხმებებით რეგულირდება, რომელსაც ქვეყანა ყოველთვის პატივს სცემდა. უკრაინის პრეზიდენტმა პოლონეთს თეთრი არწივის ორდენი დაუბრუნა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯილდო, რომელიც მისი თქმით 2023 წელს უკრაინელი ხალხისა და არმიისთვის იყო განკუთვნილი, პოლონელ კოლეგას კაროლ ნავროცკის პოსტით გაუგზავნა. ზელენსკის გარდა თეთრი არწივის ორდენზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა ლეონიდ კუჩმამ, ვიქტორ იუშენკომ, პეტრო პოროშენკომ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმაც თქვეს, პოლონეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრი არწივის ორდენი ჩამოართვა. გადაწყვეტილების მიზეზი ზელენსკის მიერ ერთ-ერთი უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფისთვის უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების სახელის მინიჭება გახდა. პოლონეთში მიაჩნიათ, რომ უკრაინის მეამბოხე არმია ვოლინის ტრაგედიასთანაა დაკავშირებული. მიკრომობილობის კულტურის განვითარება და ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებების პოპულარიზაცია. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ელექტროსკუტერების პირველ ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირმა თანამედროვე ურბანული კულტურა, ტექნოლოგიური პროგრესი და ახალგაზრდული ინიციატივები გააერთიანა. მასში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების ადამიანებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიება საქართველოს მიკრომობილობის სპორტის ფედერაციისა და ქუთაისის მერიის მიერ იყო ორგანიზებული გამარჯვებულებს თასები და პარტნიორების მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცათ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ხელს თანამედროვე ურბანული კულტურის პოპულარიზაციას და სპორტულ ინოვაციურ პროექტებში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას უწყობს. აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისთვის, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს უნივერსიტეტის მწვანე პოლიტიკას, მის განვითარებას, მხარდაჭერას, რაც გამოიხატა ჩვენი სტუდენტების მონაწილეობით და ასევე ქალაქ ქუთაისის ცხოვრებლების ჩართულობით. მოიაზრდა ელექტროსკუტერების შეჯიბრს, რაც აერთიანებს ეკომეგობრილობას, გარემო დაცვას და რა თქმა უნდა სიჩქარეს. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ქუთაისის მერიას და ჩვენ სპონსორებს ამ ყველაფრის დახმარებისთვის. ძალიან მინდოდა რომ მომეგო ამ შეჯიბრში, დიდი ხანია ვატარებ სკუტერს და ძალიან გამეხარდა რომ გავიმარჯვე. სპორტის მინისტრის მოადგილე 14 წლამდელთა რაგბის ფესტივალს დაესწრო და ფესტივალში მონაწილე მორაგბეები დააჯილდოვა. 14 წლამდელთა რაგბის შვიდკაცა ფესტივალს ტრადიციული სახე აქვს და მესამე წელია ტარდება. წელს გამართულ შეჯიბრში დასავლეთ საქართველოს 8 გუნდი მონაწილეობდა. ფესტივალის დევიზია გამარჯვება იწყება მეგობრობით. ჩვენი ქვეყნის უმშვენიერეს კუთხეში, რაჭაში, ამ მართლაც ულამაზეს გარემოში ჩატარდა ტრადიციული სარაგბო ფესტივალი, რომელიც შვიდკაცა რაგბის
14 წლამდელ სპორტსმენებს აერთიანებდა, 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ორგანიზატორს, ვინც მონაწილეობას იღებდა და იყო ორგანიზატორი ასეთი შესანიშნავი ფესტივალისა. ეს ტრადიცია, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოში მასობრივი სპორტის განვითარებას, რომელიც ერთ-ერთი პრიორიტეტია ასევე ჩვენი სპორტის სამინისტროსთვის. ეს ტურნირი ამბროლაურში ტარდება მესამე წელია ზედიზე, რაც ეს კლუბი შეიქმნა რაჭა-ლეჩხუმი ქვედა სვანეთი. ეს ტურნირი ძალიან მაგარი არის, სლოგანიც ესეთია, გამარჯვება იწყება მეგობრობით, იმიტომ რომ ეს ბავშვები ერთმანეთს იცნობენ, ერთობიან. ამას თითქმის ტურნირი, ამას ქვია ფესტივალი, იმიტომ რომ გამარჯვებული ყველა. მომწონს ეს ტურნირები, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის არის განვითარებისთვის, როცა რაღაც შეგვეშლება თამაშზე, მაგას დავაკვირდებით და შემდეგ თამაში უფრო გავაუმჯობებს. ამბროლაურის ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც რაგბის პოპულარიზაცია გაუწია და ბავშვებში უფრო მორაგბის სული გააღვიძა. აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა. ფესტივალის პირველი დღე მუსიკალური პროგრამით დასრულდა, სადაც ნომრები მიწვეულმა ბენდებმა შეასრულეს. ფესტივალი ბათუმში დღესაც გრძელდება და მსურველებს მასზე დასწრება 5 საათიდან საოცრებათა პარკში შეუძლიათ. ადგილზე 10-ზე მეტი კვების სივრცეა მოწყობილი და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვაც მიმდინარეობს. ფესტივალზე წარმოდგენილი ჰქონდა ძალიან სასიამოვნო მუსიკა, სივრცე მოწყობილი იყო საზაფხულო დეკორაციებით, იყო გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის, ასევე წარმოდგენილი იყო სამეწარმეო სივრცეები, კვების სივრცეები და ერთიანობაში ძალიან ლამაზი საზაფხულო ფესტივალით რეგიონში საზღვაო ტურისტული სეზონი გაიხსნა. ფესტივალის მეორე დღეც ასევე გვექნება ძალიან საინტერესო პროგრამა, საინტერესო შემსრულებლები. ჩვენ უკვე მერამდენედ გვიწევს ამ საოცარ ხალხთან შეხვედრა. უშრეტია ის სიყვარული და ის დიდი ემოცია და ენერგია, რასაც ისინი ჩვენ ჩუქნიან თითოეულ ჩვენ კონცერტზე და თითოეულ სტუმარს. გვინდა რომ უაღრესად დიდი მადლობა გადავხადოთ ამ საოცარი სიყვარულისთვის, რომელიც ჩვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში მიყვება. შესანიშნავი ფესტივალია, უამრავი ადამიანია შეკრებილი. მუსიკა კი გასაოცარია, ყველგან ლამაზი ადამიანები დადიან. შეყვარებული ვარ ამ ქალაქზე. ეს იყო ახალი ამბები 4-ზე, მე ამით გემშვიდობებით, თქვენ კი წინ ზუსტად 7-ზე დათა გვასალიას კვირის პოსტი გეყოლებათ და არჩით ჩვენთან.